როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ავტორიტარულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ეს უკვე ბუნებრივი მოცემულობა არის, ხო? და ჩვენ ამ ბუნებრივი მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ. მე ნიკა სრულად ვერ მოусმინე, ბოლო ნაწილს უსმინე, იმიტომ რომ გზაში ვიყავი და აქ შემოსასვლელში შევხვდი და უთხარი რომ რაღაცა უცნაურ მომენტებში ვემთხვევით მეთქი, იმიტომ რომ წინა არჩევნების ეპოპეა რო დაიწყო, მაშინაც ნიკა იყო ეთერში და მე ვიყავი და ახლაც როცა ბოიკოტის და არჩევნებში მონაწილეობის თემა იყო და მაშინ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ უფრო ნაკლები დრო იყო დარჩენილი, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად ვფიქრობდით რომ ჯერ ამ თემის ასე შემოტანის დრო არ იყო, იმიტომ რომ ბევრი სხვა თემა იყო მაგიდაზე დღის წესრიგში და ის თემები უკანა პლანზე გადადიოდა და მართლაც მთელი 6-7 თვე შეჭამა ლაპარაკმა ბოიკოტი თუ არჩევნები, რამაც საბოლოო ჯამში ძალიან დააზიანა ის, ვინც არჩევნებში შევიდა, იმიტომ რომ არჩევნებისადმი უდიდესი ნიჰილიზმი იყო გაჩენილი და ზოგადად ვის რა მისცა ამ თემამ, რაღაც შედეგით ხო უნდა გაიზომოს, არა ეს ყველაფერი და დღეს მით უმეტეს, როდესაც აბსოლუტურად არც ჰორიზონტზე ჩანს არჩევნები 2008 წელზე თუ ვლაპარაკობთ, ძალიან შორს 28-ზე უკაცრავად ძალიან შორს არის ეს ყველაფერი და დღეიდანვე ვიწყებთ ამ ლაპარაკს, მაგრამ ნიკა თავისთავსავე ეწინააღმდეგებოდა, როცა ამბობდა რომ მე მაშინ ეს იმიტომ თქვი რომ ეს ჩემი პოზიცია იყო და ეს უნდა დამეცვა და დღევანდელ ვითარებაში ამბობს რომ არა, რატო უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა რატო უნდა მივცეთ ფორა ხელისუფლებას და თუ ამ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ფორა და არ უნდა უთხრათ ყველაფერი წინასწარ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, იმ შემთხვევაში რატო ვაძლევდით ამ ფორას და მეცაც გეტყვით რაღაცა მოღალატეებად ვაცხადებდით ყველას, ვინც ამაზე იფიქრებდა. ერთსაც შეგეხსენებთ, ესეც თქვენთან მოხდა ეთერში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ბოლო ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ეხლაო აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ არც ვიმსჯელოთ, ისე დავიწყოთ რაღაცების წინასწარ გამოცხადებაო. ანუ ნამსჯელი არ იყო, მე მკითხე ინგა შენ ასევე წინა ეთერში რომ რისკები გათვალეთო სხვა რაღაცასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორ შეიძლება პოლიტიკოსები დგამდნენ ნაბიჯებს, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ასეთი ხელისუფლების პირობებში, ასეთი სასამართლოს პირობებში, ასეთი რეპრესიების პირობებში, ისე რომ არ ითვლიდნენ, არ ითვლებოდეს რისკები, არ იყოს განსჯა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ბოლო-ბოლო თუ რამე გადაწყვეტილებას აპირებ, ეს გადაწყვეტილება ისეთ მომგებიან დროს თქვა, როდესაც ხელისუფლებას რაღაცა მზად არ ექნება. ვინმე მეტყვის დღეს ეხა რომ ხელისუფლებას, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომ გვიჭერს, გვაუქმებს, რეპრესიებს ტროტუარზე დგომისთვის, მასში დაწერილი სიტყვისთვის, Facebook-ზე დაწერილი სიტყვისთვის, ყველაფრისთვის გვიჭერს, გვაჯარიმებს, ეს ხელისუფლება არიტეტულ საარჩევნო კომისიას მოგცემს. არა, არანაირი მოლოდინი მე პირადად არ მაქვს. ეს ხელისუფლება კი არა, ინგა. აბსურდია, მაგაზე საუბარი, უბრალოდ ნიკა. მე რამდენ ხელისუფლებასთან გამომიცდია ოპოზიციონერობა. არიტეტულ საწყისებზე ვერ წამოვიყვანეთ შევარდნაძე, როცა ბეიკერი იყო ჩარეული იმ ანუ საერთაშორისო ფაქტორიც არ გამოდგება. ბეიკერის ფორმულა გახსოვთ? როგორ არ მახსოვს? ბეიკერის ფორმულა. მთელი ჩანაწერები დღესაც მიდევს ამ ბეიკერის ფორმულა, როგორი რა მითი კონფიგურაციით დგებოდა. მაგრამ ბეიკერის ფორმულა არ შედგა, იმიტომ რომ არ დათმო უმრავლესობა მაშინ მოქალაქეთა კავშირმა. იგივე გაიმეორა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ნიკა წარმოადგენდა. მთელი შიმშილობა და უბედურებები დასჭირდა იმისთვის, რომ რაღაცა გაუმჯობესებისთვის მიგვეღწია, მაგრამ იმ შიმშილობის პერიოდში პროპორციულს რომ ვითხოვდით და მაჟორიტარული შემცირებას პირიქით მოხდა მაშინ, თუ გახსოვთ, რაოდენობა შემცირდა და პროცენტულად მაჟორიტარების წილი გაიზარდა. საარჩევნო კომისია იგივენაირად დარჩა და ეხა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის პოლიტიკური
ჯოჯოხეთის შემქმნელი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მას არაფერი პოლიტიკური არ ესმის საერთოდ, ესმის მხოლოდ პუტინის გზა და ავტორიტარული მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი უცებ ახლა პარიტეტულ საწყისებზე გადაწყვეტს, რომ კომისია მაშინ აზრი აქვს ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა ღირს. როცა იცი, რომ მეც მგონია, ფიქრია, რომ არც არაფერს დათმობს, არც ეთყობა ვინმეს რომ რამის დათმობას აპირებდეს, როცა იგივე წესები და შესაძლებელია კიდევ უფრო მძიმე წესები ჩაატარონ შემდეგი არჩევნები. რა აზრი აქვს? საკონსტიტუციაში არის სარჩელები შეტანილი პარტიების გაუქმებაზე. თუ ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, პარტიების გაუქმება რატო უნდა? ხო არის ეს შეკითხვა. რა პასუხია ამაზე? თუ აუქმებს პარტიებს, ესე იგი არ უნდა რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ. თუ იჭერს ლიდერებს, მან დიდი ხნით ადრე თქვა, რომ შეიქმნება ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომელიც იქნება მისაღები მათთვის. ეხლა ჩვენ თვითონ თუ ვამბობთ, რომ ჩვენ თვითონ აღარც ერთ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი უკეთეს პირობებზე არ დათანხმდება, ესე იგი ჩვენ თვითონ ვამბობთ, რომ გავედით ჩვენ საერთოდ პოლიტიკიდან და ბიძინა ივანიშვილო მიდი და გინდა ნეიტრალური საქართველოს მიაღებინი არჩევნებში მონაწილეობა, გნებავთ არანეიტრალურ. მოდი დავაკონკრეტოთ, ანუ რა აზრი აქვს მაშინ თუ იცი რომ წინასწარ დაწერს იმას, რასაც დაწერს. ერთი აზრი აქვს, ნახე ინგა. და არ შეცვლის არაფერს. მეც ასე ვფიქრობ, მე ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ მიმართულებით, ახლა პოლიტიკაში მყოფმა ადამიანმა სხვაზე რაზე უნდა ვიფიქროთ, ხო? დღევანდელ ვითარებაში. ვითარება არის რთული. ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად და შესაბამისად მოქმედება არის უპირველეს ყოვლისა ამ მომრჩეველთან ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ აი ამ პოლიტიკური წილო-ბიწილოში მთელი წლების განმავლობაში უკვე გავერთიანდებით თუ არ გავერთიანდებით, ასეთი იქნება საარჩევნო კანონმდებლობა თუ ისეთი იქნება, იმანის გალანძღა, არჩევნების სპეცოპერაციაა და ამაში მონაწილეობა ასეთი იყო. ამაში ისე დავცილდით ამ მომრჩეველს, რომ მე ბევრს დავდივარ და ჩვენი პარტია თითქმის ყოველდღიურად პრაქტიკულად ან რამდენიმე ერთად, ან ცალ-ცალკე, ან ჯგუფურად ვართ რეგიონებში და ვერ წარმოიდგენთ ადამიანებს რა დონეზე არ აინტერესებს ეს ამბავი. ადამიანებს აინტერესებთ ის, რომ ისინი ყველამდე ჩაეფლნენ პრობლემებში. ადამიანებს აინტერესებთ ის, რომ ცხოვრებამ გაიარა და პერსპექტივა ვერ დაინახეს ვერანაირი. ოპოზიციასაც ენდობოდნენ, ხმასაც აძლევდნენ, ვიღაცა ხელისუფლებას ენდობოდა, მაგრამ გაუცრუვდათ ეს იმედები და დღეს ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვამბობდეთ, რომ ხალხო, არ შეიძლება ამას შევეგუოთ და ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ, გამოვდივართ და ვლაპარაკობთ, რომ რა ის არჩევნები როგორ შეიძლება მოსახლეობას რა ინტერესი უნდა კონდეს ჩვენთან დაკავშირებით, თუ ისინი ჩვენ თავის ასარჩევებად არ გვხედავენ. თუ ჩვენ არ გვხედავენ ისინი მათი პრობლემების მომგვარებად. ხო, მაგრამ ფიქრია, თუ იცი წინასწარ, რომ მაინც იმას დაიწერს, რაც უნდა თავისი ცესკოთი, თავისი კაპიტნები და მთელი იმ სქემით, რითიც ის არჩევნებს გადის. ვიღაცები რევოლუციაზე ლაპარაკობენ. რევოლუცია შეიძლება მოყვებოდეს მხოლოდ იმას, როდესაც ხალხი არის რაღაცაზე ძალიან მაგალითად არჩევნების სერიოზულ გაყალბებას, ხო? თუ ჩვენ ხალხის ნდობა არ მოვიპოვეთ და აი როცა ვამბობთ, რომ თუ მაინც გააყალბებს, მადი არის და უნგრეთის შემთხვევით ხო აღუბრთოვანდით ყველანი და რატო აღუბრთოვანდით? იმიტომ რომ კანონმდებლობის დონეზე ყველაფერი მოგვარებული ქონდა ორბანს. სასამართლოშიც ყველაფერი მოგვარებული ქონდა, პროპაგანდა ქონდა უმაღლეს დონეზე აწყობილი და მედიაში დღეს რო მე ვლაპარაკობ და სხვაებიც ლაპარაკობენ ოპოზიციის ლიდერები, ის კაცი ვერ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ არც ერთ მედია საშუალებაში მას არ უშვებდნენ და მან შეიძლება ითქვას ამ მომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის გზა აირჩია და მოუგო
ორბანის კანონმდებლობასაც, ორბანის საარჩევნო კომისიასაც, კაცს, რომელიც ევროკავშირში მყოფი ქვეყნის ლიდერი იყო და ბევრად დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს აქვს, მის პროპაგანდასაც და ყველაფერს ერთად მოუგო. ამიტომ ჩვენ ასეთ ფორმებზე უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავაინტერესოთ ჩვენი ამომრჩეველი, როგორ უთხრათ. სხვათა შორის, ეხლა რომ დავდივარ, ძალიან ბევრი მხდება და თვალშისაცემია და მეუბნებიან, რომ მე ამათ ვაძლევდი ხმას. და მეგონა, აი ბოლო არჩევნებამდე მეგონა ოცნებას. და აი დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს ძალიან გამწარებული ვარ. ამ გაბრაზებულ ხალხს ეხა ჩვენ უნდა წავეჩხუბოთ და უნდა უთხრათ, რატო აძლევდით ხმას თქვენ ბოლო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილს თუ ამ ხალხს უნდა უთხრათ, რომ თქვენ ამდენ ხანს გატყუებდათ ეს კაცი. გატყუებდათ თქვენთვის რო ფული უნდა დახარჯულიყო იმ ფულს თავისთვის მიითვლიდა მისი ჩინოვნიკები მიითვლიდნენ რეგიონებში რა ხდებოდა დღევანდელი სუსის ბრიფინგის რო იყო აი შეკრცხვება რაზე იყო ლაპარაკი შემდეგ ბლოგში ვისაუბრებ ამაზე ეს ადამიანები დღეს ვინც გამოაცხადეს შედარებით დაბალ ჩინოსნები როგორ გაბედავენ იმას რასაც ბედავდნენ რომ უპოვართა სასადილოში იპარავდნენ საბავშვო ბაღებში იპარავდნენ მეფუტკრეებს პარავდნენ რა ვიცი მე ყველაფერში იპარავდნენ რაში შეეძლო რომ არ იცოდნენ რომ თავად სისტემა არის კორუმპირებული რომ სისტემა არის ყველამდე ჩაფლული კორუფციაში რომ თევზი თავიდან ყროლდება და ამ აყროლებული სისტემის ნაწილები არიან თვითონ უბრალოდ დღეს ვიღაცის კლანს ებრძვის ეყოყლოჩინება მე არ ვიცი ვიღაცა ღარიბაშვილის ხალხს იშორებს თუ ლილუაშვილის თუ რავი გომელაურის თუ ვის ხალხს იშორებს მაგრამ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა მათ იმიტომ ებრძვიან რომ ვიღაც სხვა კორუფციონერებმა მოიპარონ ძალიან ბევრი ფული ხალხო და იმდენ იპარავენ კორუფციის მეტი რა გვინახავს ამ ქვეყანაში მაგრამ ამ მასშტაბის კორუფცია დღეს ეს ხელისუფლება რომ არის კორუფციაში ჩაფლული ასეთი არავის არ უნახავს აგერ თვალი მოვკარი და უბრალოდ აი სიბრაზე რომ ამყვება ხოლმე თორე რა განსაკუთრებული ახლა ყველა ასეთია ამდენი ამბავი იყო ატეხილი ტვერელის ეკლესიასთან აი უკანონო მშენებლობაზე. იქ კალაძე იძახის რომ არაფერ შუაში არა ვარ მე და ჩემი ახლობლობა იმ ადამიანთან ვინც შეაშენა წულაია თუ ვიღაცა ჯანდაბა ხო რომელმაც მოსპო დაამახინჯა პრაქტიკულად ის ისტორიული ნაწილი გარდა იმისა რომ საფრთხე შეუქმნა სერიოზული რომ მთელი ფერდი შეიძლება ჩამოწვეს. და გარდა იმისა რომ იქ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ უკვე ეს რაღაცა ფართები ნაყიდი უზარმაზარ ფასრთად აი ეს ნინო წილოსანი როა რომ გამოპრიკინდება ხოლმე და ვიღაცებს ჭკუას არიგებს და მორალს რომლის მამასაც უამრავი მილიონი აქვს მოპარული წინა ხელისუფლების პირობებში და ამ ხელისუფლებამ რო აპატია და დღესაც რო აპარინებს იმიტომ წამოუგდია ენა და ლაპარაკობს ამდენს ხო და ეს არის დიდი შეურაცხყოფა ამ ყველაფრისა იმასაც უყიდია აი ამ შენობაში უზარმაზარი ფართი ესენი არიან უცხვირპირო ადამიანები იმისიც კი არ ცხვენიათ რომ გამოფინონ ეს ყველაფერი დამალვის ინსტინქტიც კი აღარა აქვთ იმიტომ რომ არიან მხოლოდ ერთ კაცთან პასუხისმგებელი მხოლოდ იმ კაცს უნდა მოაწონონ თავი მხოლოდ იმ კაცისთვის უნდა გააკეთონ კომენტარები მხოლოდ იმ კაცისთვის უნდა ჩაატარონ ბრიფინგები მხოლოდ იმ კაცისთვის უნდა დაგეგმონ საგარეო ვიზიტები და 1000 რამეს ატყუებენ კიდე იმას იმიტომ რომ იმას პოლიტიკა არ ესმის და აქამდე რომ ეუბნებოდნენ რომ ყველაფერს მოვახერხებთ და ყველაფერს დავალაგებთ ეხა ის კაცი ძალიან არის გაბრაზებული და ამათზე სანამ იძიებს შურს მანამდე ოპოზიციაზე გადაწყვიტა აქტიური და ჩქარი შურისძიება მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას ვერც აზერბაიჯანი იქნება რაც არ უნდა უნდოდეს მიბაძვა ბიძინა ივანიშვილის ალიევების ასე ვთქვათ ქმედებისა იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული ქვეყანა ვართ რესურსებითაც დემოკრატიული წარსულითაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიითაც ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი არ იცის მე მესმის რომ ის ძალიან გაბრაზებულია ის მოვიდა პრეტენზიით რომ ილია ჭავჭავაძეობა ექვთიმე თაყაიშვილობა და რა ვიცი მე ხა ივანე მინჩხობა თუ რა ქვია იმას შეიძლება მოუნდეს ამ ქებაი და დიდებაი ქართული ენის აი ამას ატრიალებენ ამ ბოლო პერიოდში აქტიურად ხომ და ვერ შედგა მისგან ვერაფერი.
ვერც პრემიერ-მინისტრად შედგა, ვერც პარტიის თავმჯდომარედ შედგა, ვერც ევროპელები გააოცა დემოკრატიით, როგორც წარმოედგინა მას და საერთოდ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა, ხომ? და ეს მდგომარეობა არის ძალიან დრამატული და ტრაგიკული, იმიტომ რომ ამ ერთი გაურკვეველი ადამიანის ფულის შოვნაზე ორიენტირებული ადამიანის და ამისთვის ძალაუფლების სადავეების არ გაშვებაზე ორიენტირებული ადამიანი იწირავს საქართველოს მომავალს, საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს ევროკავშირი, იმიტომ ხო არა გვაქვს ჩვენ აჩემებული, რომ რაღაც ევროპის ქვეყნები რომ მოგწონს და გველამაზება, უბრალოდ იმიტომ ლაპარაკობთ, ან აი დროშის გამოფენა გვინდა და მეტი არაფერი. ევროკავშირი ხო ნიშნავს ყველაზე მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას. ევროკავშირი ხო ნიშნავს ადამიანის დონეზე ყველაზე მეტ დაცულობას. ევროკავშირი ხო ნიშნავს უფრო დიდ ხელფას, უფრო დიდ პენსიას. ევროკავშირი ნიშნავს კარგ განათლებას. ევროკავშირი ნიშნავს კარგ ჯანდაცვას. ისინი არა მარტო თავის მოქალაქეებს უზრუნველყოფენ კარგი ჯანდაცვით. ჩვენგან გაქცეულ ადამიანებს, რომლებმაც აქ თავს ვერ უშველეს, პატრონობენ ისინი და უზარმაზარ თანხებს ახარჯავენ მათ. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას მოქალაქეზე ხელისუფლებისას. ხო, მაგრამ მათი რიტორიკა აშკარად იმაზე მიანიშნებს, რომ მათ აქვთ ასეთი პოლიტიკა, რომ თავად ევროკავშირმა თქვას უარი ჩვენზე. ხო, ყველაფერი ამაზე მეტყვი. თუ არაფერს არ ეტყვიან და თუ მიიღებენ როგორ ხო, ან მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ან დამიჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან და მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ჩემი პოლიტპატიმრებითა და ჩემი რეპრესიული კანონმდებლობით და იმ ყველაფრით, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ან სიტუაცია მიყავთ იქამდე, რომ ფონსაც ამზადებენ სხვათა შორის, რომ აი თავად ევროკავშირმა თქვას უარი ჩვენზე. კიდევ ერთი მომენტი მინდა და არ გამოვიდეს და ერთ კითხვას კიდევ დაგესვა. რომ იგივე ამ ლიდერების დაჭერასთან დაკავშირებით. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? ახლა რაც არ უნდა ბევრი ვიმარჩიელოთ, მე არ ვიცი, მას უნდა რომ ეს ლიდერები ციხეში ყავდეს და ამით ივაჭროს, თუ უნდა რომ საერთოდ გააძევოს პოლიტიკიდანაც და საქართველოდანაც. ამას მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ყველას ვეთანხმები, ვინც ამას ამბობს, თუ ეს ბრძოლა გრძელდება. თუ ეს ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ყველა ადგილიდან აქვს აზრი. ქვეყნის გარედანაც, თუ შენ შეგიძლია რომ კარგი საქმეები აკეთო, ციხიდანაც, თუ შენ შეგიძლია რომ ციხიდან ისეთი, ასე ვთქვათ, სიტყვა წამოვიდეს შენგან, რომ ამან პოლიტიკურ პროცესს დიდი წონა შესძინოს, შეგიძლია საერთოდ ამ პოლიტიკურ პროცესში იყო ყველა ადამიანთან ურთიერთობით შექმნა ის რეალობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ ამ ტყუილების მანქანებით, ამ პროპაგანდით ტვინს ვეღარ უწამლავს ადამიანებს და რომ მის წინააღმდეგ არის გადამწყვეტი უმრავლესობა. ფიქრია გადაწყვეტილება მიღებული, ეს ჩემი ბოლო კითხვაა დღეს თქვენთან და გადაწყდება ციხეში გაშვება რვავე პოლიტიკური ლიდერისა, რომელთა შორის თქვენი პარტიის ორი ლიდერია. აი ამ შემთხვევაში როგორ ხედავთ შემდეგ პროცესებს ოპოზიციურ ველზე? თუნდაც გნებავთ თქვენივე პარტიაში, ანუ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული? ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ მამუკა ხაზარაძის და ბადრის წინააღმდეგ ფეხი შემოდგეს თუ არა პოლიტიკაში სასამართლო პროცესები არ დამთავრებულა. ამ ხალხს გვერდზე გაწევა რომ მონდომებოდა ამ ხნის განმავლობაში როდისმე რაღაცას იზამდნენ. მე ერთი რამე ვიცი რომ მამუკა ხაზარაძე სადაც არ უნდა იყოს ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება ყოველთვის. ბადრი ჯაფარიძე ამ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერიდან მოყოლებული ამ ბრძოლაშია და ამ ბრძოლაში იქნება